მე პროფესიით ვარ მეზღვაური და როდესაც ვიღაცა მეუბნება რომ უი რართული პროფესია გაქვს, შტორმებში ხვდებით, ტაიფუნებში ხვდებით, მე მეცინება. ჩემი პროფესიის პირველი სირთულე ის არის, რომ ჩემი ცხოვრების ნახევარს მე ვატარებ ჩემი ოჯახისგან შორს, ჩემი შვილებისგან შორს. და როდესაც აქ მე ვდგავარ, აქ ჩემი გატარებული დრო, ჩემ შვილებთან გასატარებელი დროს კარგავ აქ ყოფნით. ეს არის ყველაზე სევდიანი ამბავი, რომელიც ჩემთვის არის აქ ყოფნა. ხო. ამიტომ იმის თქვა მინდა, რომ თითოეულმა თქვენთაგანმა უნდა დავანებოთ ამ Facebook-ზე პოსტს, ლაიქებს, თავი არა, ერთმანეთს ხელს არ უშლის პოსტს და ლაიქებს, მაგრამ აქ უნდა მოვიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი აზრი. მე პირველი 4 დღე ვიმყოფებოდი თბილისში. საშინელება ხდებოდა იქ რაც ნახე, მე 2007 წელს 8 ნოემბერს ვიმყოფებოდი უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტურ აქციაზე და მე ჩვენი დაგვარბიეს წინა ხელისუფლების ძალოვნებმა. და ის რაც თბილისში ვნახე, მოფერება იყო იმასთან შედარებით, რაც 2007 წლის 8 ნოემბერს ხდებოდა უნივერსიტეტის ეზოში. ეს ასევე 5 წელი გავიდა 15 წლის ლუკა სირაძის მკვლელობიდან. დიახ, ლუკა სირაძე სისტემამ მოკლა. მე მინდა თითოეულ თქვენთაგანს წუთიერი დუმილით გთხოვოთ პატივი მივაგოთ სისტემის მიერ მოკლული ლუკა სირაძის ხსოვნას. ადლობა მეგობრებო. და აქვე მინდა ერთი ამბავი მოვუყვე. საბერძნეთში ერთ-ერთ ქალაქში პოლიციის სპეცოპერაციას ემსხვერპლა არასრულწლოვანი. საბერძნეთის იმ ქალაქში ყოველთვის იმ დღეს წლის თავზე გამოდის მოსახლეობა, ბუნტდება, აჯანყებას აწყობს და ქუჩაში ახსენებს სამართალდამცავებს, რომ ახსოვთ მათ მიერ მოკლული ახალგაზრდის ბედი. ჩვენც ვფიქრობ, რომ ყოველწლიურად მაინც მინიმუმ უნდა გავიხსენოთ ეს ადამიანები და მათ ხსოვნას პატივი მივაგოთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული გზა, თუნდაც იმიტომ, რომ ქუჩაში შადრევანში შესული 13 წლის მარიტა არ კვდებოდეს. 15 წლის ლუკა თვითმკვლელობამდე არ მიყავდეს. 19 წლის თემირლანი საკუთარ საძინებელში პოლიციის მიერ ნასროლი ტყვით არ ხდებოდეს. თუნდაც ამიტომ ჩვენ გვჭირდება ევროპული მომავალი. მადლობა.